გამარჯობა, მე დავითი ვარ, ეს კი Realme 14T-ა. ბიუჯეტური smartphone, რომელიც ფლაგმანებს არ ჩამოუვარდება. ზოგადად Realme ყოველთვის გამოირჩევა და დიდი არჩევანით ყველა საფასო კატეგორიაში. ეს კონკრეტული smartphone ბიუჯეტურ სეგმენტში გვხვდება და ვხვდებით სამ ფერში: შავი, მწვანე და იასამნისფერი. ხუთი შემოყვება დამტენი ადაპტერი, კაბელი და кейსი. ფლაგმანი ვახსენე და რაც გაგიხარდეთ, სულო და გულო, ძალიან ბევრი რამე აქვს ამ smartphone-ს. Full HD+ AMOLED ეკრანი, 2100 ნიტიანი პიკური სიკაშკაშით და 120 ჰერციანი განახლების სიხშირით, 6000 მAh-იანი ელემენტი, 45 ვატიანი სწრაფი დამუხტვა და IP69 მტვრისგან და წყლისგან დაცვა. სასწაული. Crazy. ბიუჯეტურ smartphone-ებში იშვიათად შევხვდებით 2100 ნიტ პიკურ ეკრანის სიკაშკაშეს. ამ smartphone-ის მზის სინათლეზე გამოყენება არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს და ამას ემატება ისიც, რომ ეს არის AMOLED ტიპის ეკრანი, რაც ფერების უკეთეს კონტრასტს გვაძლევს, შესაბამისად ეკრანის გარჩევადობაც შესაძლებელი და მარტივი ხდება. 120 ჰერციანი ეკრანის განახლების სიხშირის დახმარებით კი ტელეფონის ყოველდღიური გამოყენება უფრო სასიამოვნო, სწრაფი და კომფორტული ხდება. ეკრანშივეა ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი, ძალიან სწრაფი არ არის, მაგრამ კოდის აკრებას ბევრად ჯობია. კამერა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მთავარი კამერა 50, ხოლო მეორე კამერა 2 მეგაპიქსელიანია ბოკეს ეფექტისთვის. სელფის კამერა 16 მეგაპიქსელიანია. ფოტოები მკვეთრი ფერებით გამოირჩევა, ჩრდილებიც კარგადაა ამოყვანილი და რაც მთავარია, დეტალები არაა დაკარგული ფოტოს გადაღებისას. დაბალ განათებაში კი ტელეფონი ამუშავებს გადაღებულ ფოტოს და მაქსიმალურად კარგ შედეგს იძლევა. კამერა ყოველდღიური გამოყენებისას ამ საფასო კატეგორიაში ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა, მე პირადად ნამდვილად არ ველოდი ასეთ დეტალიზაციას. თუ ასეთი კარგია, მაშინ რატომ აქვს ასეთი ლამაზი ფასი? შემდეგ სერიაში. Crazy. Realme-ის ამ მოდელის ბიუჯეტურობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. აწყობის ტექნოლოგია. ეკრანი რა თქმა უნდა შუშაა, უკანა პანელი კი პლასტმასი. თუმცა ამის ხარჯზე ტელეფონი მსუბუქი და კომფორტულია. შესაბამისად, ხელს არ დაგიღებთ. ჩიპსეტი MediaTek Dimensity 6300-ია, რომელიც არ გამოირჩევა ძლიერი პერფორმანსით. ეს ტელეფონი თამაშებისთვის ნამდვილად არ არის შექმნილი, მაგრამ შექმნილია ყოველდღიური მოთხოვნების კარგად შესასრულებლად. Crazy. რა კარგია ცხოვრება. საბოლოო ჯამში Realme 14T კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სჭირდება ყოველდღიური smartphone დიდი მოცულობის ელემენტითა და შესანიშნავი ეკრანით. ეს ყველაფერი კი ძალიან მიმზიდველ ფასად. რაღა დავმალო და მე საკმაოდ მომეწონა ეს ტელეფონი და დარწმუნებული ვარ, თქვენიც არ დაგტოვებთ Google Grills. ხო და რას ველოდებით? ამ smartphone-ის ზუმერული ლინკი აღწერაში იქნება ქვემოთ. თუ უკვე გაქვთ ეს ტელეფონი, თქვენი შთაბეჭდილება გაგვიზიარეთ ოდნავ უფრო ქვემოთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. მე კი შემდეგ განხილვამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. აში!